გაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ამჯერად უკვე ბატონ ლადო კახაძესთან ერთად, რომელსაც პრაქტიკულად წარდგენა არ ჭირდება, ის ყველასათვის ცნობილი და ასეთი როგორც ექიმი, როგორც ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელი თავის დროზე, კარგი თამა და კარგი მოკეიფე, კარგი ქალაქელი, კაი ქართველი. დიდი მადლობა. ახალი წლები იყო და არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ საზეიმო განწყობით ვარ და მე მინდა რომ თქვენ მიულოცოთ თქვენებურად ობახიერად მოკლედ შესაძლებლობას. დიდი მადლობა, პატივია, ჯერ დიდი მადლობა მოწვევისთვის. პატივია თქვენს ლამას სტუდიაში აქ თბილ გარემოში ყოფნა და აქედან მილოცვა ჩვენი ტელემაყურებლის და ჩვენი მსმენელებისადმი. სრულიად საქართველოსადმი. და არა მარტო, მოდი ვთქვათ, გავშალოთ ფრთები, იმიტომ რომ ქართველი ამაყია, როდესაც მეზობელიც კარგად აყავს. არა მარტო თვითონ როცა არის კარგად, მეზობლებიც კარგად აყავს. გვერდით დგომით ვარ იყოს, არ გამოვასაგრელია. მივცეთ ჩვენ თავისუფლება, რომ ვისურვოთ ერთი რამე. არ წაგვეფორხილებინოს. შეცდომა ნებით არ დაგვეშვას. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის. მაგრამ ვცდილიყავით იმას, რომ რისი არიდება შეგვიძლია, ის აგვერიდებინოს. ეხლა მეხამრიდის ფუნქციას ასრულებს წინათაობა. საერთოდ წესი ასეა, რომ წინათაობის მიერ გაკვალულ გზას ვადგივართ ყველანი, ეს ისტორიულ წარსულში მიდის ეს გზა და ამავდროულად ერთი რამე არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ნახევარგამტარია. ის ატარებს ერთი მიმართულებით, წარსულიდან მომავალში. მას არ შეუძლია დაბრუნდეს წარსულში და შეცვალოს წარსული. მას შეუძლია რაღაცა კორექტივი მომავალში შეიტანოს. ანუ ის რო სწორ გზას და აი მინდა რომ ვისურვო ასეთი რამე. მე ორი ბიჭი მყავს, შვილიშვილი, მე-7 და მე-4 კლასის მოწაფეები არიან. მათ თაობიდან დაწყებული და კიდე უმცროსები ვინც არიან, ვინც დღეს იბადება, სულ ყველას მინდა უსურვო, რომ წინა თაობის მიერ გაკვალულ გზაზე ამაყად ღირსებით ევლოთ, თუ რაღაცა არ მოწოთ იმაში გაკეთებული, ისე გონივრულად, მათთან დაკითხვით, მათი რჩევის მიღებით შეეცვალოთ, რომ მერმიში გადასასვლელის საფეხურები ყოფილიყოს უპრიანი და გამართული. ამისათვის საჭირო არის თაობათა შორის ბმა, თაობათა შორის ურთიერთგაგება, პატივისცემა, მორიდება, სიყვარული ერთმანეთის, ღირსების მქონე ადამიანების მიმართ და არ მგონია რომ უღირსი ვინმე იყოს ქედის მოხრა, პატივის მიღება, მადლობის თქმა, ბოდიშის მოხდა იმაზე, რაც შეიძლება შეგეშალოს, ან და რაღაცის გამოსვლების წინაპირობად გარდაქმნა ეს გენიალური სიტყვა, ბოდიშით და უცბად იტრიალდება ყველაფერი, მოგიტრიალდება ნებისმიერი ადამიანი, ნდობით განეწყობა შენს მიმართ და მოდი ამ ნდობის აღდგენის ყოფილი იყოს, ღირსების აღდგენის ყოფილი იყოს, ჩვენი საკუთარი უნარჩვევების გაწვრთნის, იმიტომ რომ უნარჩვევა ეს არის ამის სწავლა არ შეიძლება, ეს უნდა გადმოგეცეს. ეს შეიძლება ტექნიკური რაღაცები ისწავლო, მაგრამ შიგნით ადამიანში არსებული პოტენციალი ეს მემკვიდრეობითი კოდის მეოხებით იხსნება და ყველა ვინც ახლა მემისმენს, ყველა მდიდრები არიან იმით, რომ დიდებული შთამომავალ მემკვიდრეები არიან სასწაული წინაპირობა ადამიანების და არ შეგვერცხნოს ეს ჩვენი სახელი, მადლიანი სახელი, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში თავისი ეთნოკულტურით, ამაში შემავალი ყველა თავისი კომპონენტი, ეს სიმღერა იქნება, ცეკვა იქნება, ძელწვა იქნება, ბალეტი იქნება, მუსიკა იქნება, ხატვა იქნება, ეს მედიცინა იქნება, მწერლობა იქნება, პოეზია იქნება, არ ვიცი რა, უამრავი რამე და ამავდროულად ქართველები არაცოდი მეომრები იყვნენ. მარტო ის რადგეს რომ ჩვენ ეხა ეს ალბათ ყველამ იცის, მაგრამ მოუხდება დღევანდელ დღეს. ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი როგორ ეუნება გახსოვს, რომ მოსაკლავად გამეტებულს ჯავრის საყრელად რო გავა, როცა ნახავს მტერმა რომ აუკუცა ბევრი ახალგაზრდა მეომარი და ძირს დაგდებულს ეუბნება, რომ არ მოკლავო. წადი და ამცნეო შენს უფროსებს, რომ აი აქ ისეთი ხალხია, ვისაც შეუძლია სიცოცხლის შუქებაო. და იმის პასუხია გენიალური, ისიც ეუბნება, მხოლოდ ისეთი კაცისაგან ვიჩუქებდი სიცოცხლეს, როგორც შენახარო, აი ქართველები ამის შთამომავლები ვართ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავცეთ, დონორები ვართ. და ის გაჭირება, რომელიც ახლა ჩვენ რაღაც გარკვეულწილად და ეს ბევრმა ქვეყანამ განვლო, არ მინდა რომ ვიღაცამ ხელი ჩამოუშვას და უყესთან დაგროვილი ცრემლის ამარა დარჩეს. ეს ცრემლიც უნდა მოვიწმინდოთ, ოფლიც უნდა ჩამოვიწმინდოთ, ის ტკივილიც უნდა მივანავლოთ და იმედიანი შეძახილით, ერთმანეთის შეძახილით უნდა მომავალში გავიხედოთ. იმიტომ რომ მომავალი კარგი გვექნება, უცილობლად კარგი იქნება ჩვენი მომავალი
და როდესაც ჩვენ უკვე ფიზიკურად თქვენ ახალგაზრდები ხართ, ჩვენი თაობა ცოტა შუა წელს მიტანებული და უკვე 60 გადაბიჯებულთა თაობა, ჩვენ წარმავალნი ვართ, მაგრამ ვიცი რომ თქვენ მიერ მიღებულ წარმატებას ჩვენ იქ დაგვაწევთ საში და ეს ბედნიერება იქნება ერთად აღსაქმელი იმ აფხაზებთან, იმ ოსებთან, იმ ჩვენ სასწაულ კუთხე ძირძველ ადამიანებთან, რომელსაც ზუსტად ისეთივე ისე ფიქრობენ, ისე უყვართ, ისე განიცდიან, ისე პატიობენ, ისეთი ღირსებით ეპყრობიან ერთმანეთს, რომ ჩვენ უერთმანეთოდ არ შეგვეძლება. აი ამ გამთლიანების და იმედიანი მომავლის ყოფილი იყოს ეს ახალი წელიწადი. ერთმა გისმინოთ. რა მინდერს ახალი წელია და მე ვიცი რომ თქვენ ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებული ტრადიცია იყო დიდი ხნის წინ, როდესაც თქვენ ესე ვთქვათ, ფეხი აიდგით, იმ დღიდან თქვენ ხართ ოჯახის მეკვლე. დღემდე გრძელდება თუ არა ეს ტრადიცია და კიდე რა სახალხო ესეთი ხო, ეს ტრადიცია მართლა ესე გრძელდება, იმიტომ რომ მე ამას უფრო შემოემატა ორი შვილიშვილი ვახსენებთ, ჩემი ნიკოლოზი და ანდრია. ისინი უკვე ჩემთან ერთად მონაწილეობენ ამ პროცესში. ეს არის ტრადიცია, მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც გადმოვიდა ბებია ჩემიდან, ეს დიდი ქალბატონი იყო, როგორც ყველას ყავს სასწაული ბებია, მეც სასწაული ბებიის შვილიშვილი გახლავართ და აი იმ სულმნათი მერი ჯიჯიხია იყო ასეთი ქალი. გენიალური მან დამაგისტრა ეს ვალდებულება, რომელსაც არასოდეს ზურგი არ შემიქცევია. თან ახალი წელი, ერთადერთი წელი იყო ეს 69 წელი მახსოვს, როდესაც მე არ ვიყავი ჩემს სახლში, დანარჩენი არ ყოფილა ახალი წელიწადი, მე რომ სახლში არ შევხვდე ახალ წელიწადს. მაშინ ეს იყო ახალგაზრდები ვართ, რიგაში ვიყავით გასტროლებზე, ახალგაზრდა ბავშვები ვართ და ახალი წელი იქ მოგვიწია ახალი წელი შეხვედრა. იქაც ჩამოგვაკითხეს მამებმა. და ის მახსოვს ის ემოცია, რომ რამოდენიმე მოცეკვავის მამამ ერთად შეკრებილი ძმებიც, მაბიჭები რო იყვიან, ჩამოვიდნენ და იქ ქართული ახალი წელი აღინიშნა 69 წელს რიგაში და ესეც ისეთი. შემოიკრივეთ ალბათ იქაურებიც ხო? ეს ქართულს ეს ნიჭი აქვს. ხშირად მithქვამს, რომ ქართველი ბრძოლის დროსაც 1 3-ზე, 1 4-ზე, 1 5-ზე ესე ბრძოლები უწევდა. 1 10-ზე ხა რა ვიყო დიდგორი ხო გასაცვიფრებელს მივიღებ. იქ რაღაც 9 მილიონამდე ხალხია, ჩვენ 55,000 ვართ, სულ მეტი კი არა თან აქეთა მხარეს და წმინდა გიორგი მიგვიწყვის. ეს თავარი მომენტია, წმენა მიგვიწყოდა ჩვენ რომ ჩვენ უნდა გავგემარჯვებინა. იმიტომ სიმართლისთვის იყო ეს ბრძოლა. და ისეც ერთი ქართველი რო არის და სხვა ლამაზი ეთნოკულტურის ადამიანები, ქართველი ყოველთვის გამოჩნდება. იმიტომ რომ მან იცის დიფერენცირებული მიდგომა ადამიანებთან. ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარება შეუძლია ქართულს. და ეს თვისება აი ჩვენ თუ გავაზაებთ ასე ჩვენ 5 მილიონიანზე ვსაუბრობთ რამდენი ვართ. შეიძლება 3, 4, 5 მე ერთხელ თქვი ერთად ჟურნალისტს უთხარი არ მახსოვს. ასე რატო ვამბობთ რომ 5 ვართ ხო? აბა გენეტიკური ვალდებულებების მქონე ქართველი, რომელსაც გენი მოყვება ქართული, ერთი რომ დავიძახოთ, არა, ერთი 20 მილიონზე ნაკლები არ ვიქნებით. ეს პატარა ძალა არ არის. მაგრამ აკაგიზე უკეთესად ამას ხო ვერავინ ვერ იტყვის. 2000 ქართველი პატარა ძალა არ არისო. ეს 70,000-ის წინააღმდეგ მებრძოლი ლაშქარია, რომელიც იმარჯვებს, ხო, ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ისტორიული ფაქტი არსებობდა. ამიტომ ქართულს შეუძლია ბრძოლაშიც გაიმარჯვოს. შეიძლება საოპერაციო მაგიდასთან გაიმარჯვოს იმ უკეთურებას აჯობოს. შეუძლია საგანმანათლებლო აუდიტორიაში გაიმარჯვოს. შეიძლება სარწმუნოების კათედრაზე შემდგარმა გაიმარჯვოს და ყველგან შეუძლია გაიმარჯვოს და ყოველთვის მინდა რომ იმის პარალელურად რაც წენა გვაქვს, რაღაცები გამოვლილი ცხოვრების, რაღაც გაუკეთებელი საქმის, ტვირთების, რომელიც ხებზე გვადეს და ჯერ ჩამოსაბერტყი გვაქვს, ამასთან ერთად სულ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. კეთილი. და ძალიან მომწონს ის ტრადიცია და ის სიტყვები პროსტორად აი თქვენი ოჯახური ტრადიციიდან თქვენ დააგაკუნებით კარებს და გეკითხებოდნენ ვინ ხარ და თქვენ მომდით ახალი წელი. ხო, ეს ყვირილი ხმამაღლა, ესე კი არა 12 რო დაკრავდა ზარ და ვინ ხარ და ახალი წელი ვარ და მოვდივარ ახალი იმედებით და მოვდივარ წმენით და ეხა იქ ატრიბუტიკა, იქ ის იყო ნაკურთი წყალი აუცილებლად უნდა მიმოიქცეს. იქ არის ტკბილეულობა გოზინაყის სახით და გოზინაყი მოზელვა იწყება თაფლის ბარბარობას. ჭირბე დეგებიდან უნდა დაიწყოს თაფლის მოწევა. თაფლი უნდა ურიო თაფლი და მერე ის როგორ იყო მაშინ 2015 წელი როგორ შეხვდით და როგორ მოკლედ დღესაც ხო ტრადიციაში არც არ გვიღალატია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად ხდებით, მე, ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები, ჩვენ ერთად. მე ახალგაზრდები უფრო ჩვენ
მე და ჩემი მეუღლე, ჩემი რუსუდანი. ცნობილი თამადა ბრძანდები და სახშიც ალბათ თქვენ დღემდე. ეხლა ეს რაც შეეხება საახალწლო სუფრებს. საახალწლო სუფრა ეს ისეთი პერიოდია, როდესაც იცი მეორე დღეს ისვენებ. მესამე დღეს ისე 2-3 დღე საახალწლო შებულება აქვს ადამიანს და უფრო მეტის თავისუფლებას აძლევს თავის თავს ამ შემთხვევაში. როდესაც პროფესიის შიგნით ჩაიხედავს ადამიანი, არის პროფესიები, რომლებიც რაც ცხოვრება ტემპი მატულობს და რაც ადამიანი ბევრ გამოუცნობად გარემოში მოხვედრისათვის არის განწირული, მაშინ ბევრის უფლებას ვერ აძლევს შენ თავს, მე გულისხმობ დალევას, დათრობას და ასეთ რამეს. იმიტომ რომ ეხლა ექიმი კაცი სულ მუდმივად ვიღაცის გაჭირებაში უნდა იყო მოაზრებული, ხო? კარგ ამბავში ექიმს არ დაუძახებენ, ეხლა კი, კაი გაგებით, კარგად გამიგოს, მადლობის სათქმელად როგორ არ დაუძახებენ, მაგრამ სულ ვიღაცას ის სჭირდება და მედიცინაში არ არსებობს მეორეხარისხოვანი ტკივილი ან მეორეხარისხოვანი პაციენტი ან მეორეხარისხოვანი დაავადება. ჩათვალოს ყველა ადამიანმა თუ რამე მას აწუხებს, იმ წუთას თუ კუპირება არ მოახდინა ამისი, ის შეიძლება ცუდში გადაიზარდოს და ისე შეეპაროს მერე რომ მერე მისი მოვლა დაგვიანებულის კი აღმოჩნდეს. ამიტომ ექიმისთვის საახალწლო ხმე მთელი ცხოვრება ახალგაზრდობის წლები გავატარე სამშობიარო სახლში და არ მეძალებოდა 1 იანვარს, როდესაც გათენდებოდა უკვე მოლეული, რომ სამშობიარო სახლში ყოფილიყავი მორიგეობა ჩამეთვალებინა. იმიტომ რომ იქ ის ვალდებულებები 1000-ჯერ მეტად მძაფრდება, იმიტომ რომ იმ ახალწელს ახალს მოვლენილ სიცოცხლეს ხვდები და ისიც ახალი იმედია სამომავალ მემკვიდრის სახით თავის გვარჯილაკში და ახლა ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს. ამიტომ მაგრამ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა საკმაოდ ძლიერი ტრადიცია, ეხლა გუშინაც ჩვენ ნამდვილი ახალი წელი 14 იანვარი აღვნიშნეთ და არის ჩვენი საერთო ოჯახი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ხმობიდან კი არა, ბავშვობიდან მოვდივართ ერთად და ახლა საუკუნეზე მეტი ერთად ვართ. ჩვენი მშობლები ხო, ჩვენ, მე ჩვენი შვილები, შვილიშვილები და ასეთი კაცია გენიალური კაცი ლევან ნაკაიძე და მასთან სუსტად სანათესაო, სამეგობრო, მირონი, სისხლი ხორცი, ჩემი და აი გუშინ რომ მითხარი, ითამადე თუ არა, გუშინ სპეციალურად ბალხას ორჯონიკიძე არის ასეთი გადასარევი პიროვნებად თხემით ტერფამდე. მაგრამ არ უყარს თამადობა და ასე დავავარეთ, უთხარით, რომ ეს ახალი წელი, მოდი ახლა შევცვალოთ ჩვენი ტრადიცია და ითამადეთ. მე რა ვიცი ხა თქვენი გაყოლა არ შემიძლიაო და დაიწყო. კაცო. მე ხე გადავწყვიტეთ რომ სულ ეს ვათამადო. ჩამოგართოთ ესე. ის ვათამადო. იმდენად სხვა კუთხიდან წამოვიდა. ეხლა წარმოიდგინე ხო? ლექსიკონიც კი ლიმიტირებული 150,000 სიტყვა, ნუ 180,000 სიტყვა, ესეთი ახლა ბაირონს სულ მთელ თავის პოეზიაში გამოყენებული აქვს 28-29,000 სიტყვა. ანბანის ასოები ლიმიტირებულია. სათქმელის ხო ლიმიტი, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ როგორ იტყვი ამას აქვს? შეიძლება შენ გაჭირებიდან გამოხვიდე ისეთი რამე თქვა. შეიძლება პირიქით დააძაბულო სიტუაცია და პირიქით წარბებში აყრევინო სუფრიცელი და შეიძლება გააფანტიო. ამიტომ ჩვენ მაგ ესე 1000-ჯერ მონაყოლს 1001-დაც ღირს მოსმენა, იმიტომ რომ შეიძლება ის ისეთმა კაცმა თქვას, რომ სულ სხვა რაკურსით დაგანახოს ის განვლილი და სულ სხვა პერსპექტივა დაგისახოს მომავალში. ამიტომ ის საღამო გუშინდელი სადაც ჩემ მეუღლესაც არ უთქვამს არ დალიო. რუსთარი ცოტა მკაცრია, მაგრამ ესეთი კაი საღამო იყო, რომ ცოტა მე ვიცი რომ თქვენ და ყველა მიცის რა თქმა უნდა, რომ თქვენ ლექსებს წერთ და წიგნიც კი ორი წიგნი მაქვს და მესამე წიგნი მზად არის გამოცემულია. გამოსაცემად მზად არის. მე არ ვიტყვი რომ მე პოეზიას და რამე შეახლოვებ, მე ლექსებს წერ კარგად თქვი. იმიტომ პოეზია ეს გაცილებით მაღალი საფეხურია, მე ჩემს ადგილას უფრო დალაგებულ სიტყვებში ვეძებ. რა არის თქვენ ესე თქვათ შთაგონების წყარო და ასე რომ მაინტერესებს აი პირველი ვის უზიარებთ თქვათ თქვენ შემოქმედებას. ხო, პოეზია, ლექსი საერთოდ არის პროტესტის ფორმა. ლექსი იშვიათად რომ რაღაც ისეთ ხა ლირიკოსებიც კი, რომლებიც ძალიან წინვალე სიტყვაწყობით არიან წარმოჩენილი ჩვენ ისტორიაში, პოეზიაში. კარგ დაწყნარებულ, დავხინებულ ბუნებაზე მყოფს არ დაუწერიათ ის არცერთი. გაჭირებიდან გამოსავლის ძიებამ დააწერია, ამ პროტესტის ფორმამ გამოხატულების პროტესტის გამოხატვის ფორმა არის. და ეხლა რა არის მე მყავს შესანიშნავი მეგობრები, რომლებიც კალამთან ახლოს არიან, ჩემი გია კობახიძე, მიშა ჩიკვილაძე, გენიალური, ისე
ეწყობა მაგათ ტვინში სიტყვები და ისე ლამაზად ლაგდება ეს ფრაზები, რომ აი სუსტ პოეზია ის არის და ის არის ძალიან ლამაზი. და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მოვლენების შეფასებას არ ვახდენთ. ისინი წერენ, აი რაც მოუვათ აში იმას, აი რაღაცა გაუნათდა და დაწერე. ეს არის პოეზია. მე უფრო გამოძახილი მაქვს იმ გარემოზე, რაშიც მე ვიმყოფები და ამაზე უფრო რეაგირებ. ზოგიერთს კი გაუთამამდი ამ ინტერნეტის მეოხებით, Facebook-ის მეოხებით ჩემს მკითხველს და გაუთამამდი და დავდებ ხოლმე რამდენიმე ლექს და გამოძახილი როცა არის და შეფასებები სიამოვნებს, რომ ის ნააზრევი, რომელიც მე ტკივილის ფორმით მაქვს მიწოდებული, ისი აღიქვეს. სწორად დაინახეს. ერთი სენტენცია დავდები ახლა პატარასე მე მიყვარს ასეთი რაღაცები და ძალიან მიხა ეს სულ ერთი დღეა და ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება. მე თქვი ასეთი მარტივი რამე, რომელიც ბევრს მოუვა აზრად და ბევრს აქვს ალომასული. სხვის დაკრულზე, აი ვამბობ, სხვის დაკრულზე შეიძლება იცეკვო. ოღონდ ილეთები შენი უნდა გააკეთო. ხო, ხა წარმოვიდგინე როგორ სხვის დაკრულზე ცეკვავს ეს კაციო. როგორ ადვილად გააბაიბო. კი, თუ იმას თავის ილეთები არა ხვის დაკრულზე იცეკვებს და ილეთებსაც ის გაგაკეთებინებს. მაგრამ შენი ილეთები უნდა გააკეთო. და ესე იგი საქმე შენ სასარგებლოდ უნდა შეატრიალო. ეს არის ადამიანის ცხოვრება ასეთია, ხო? ადამიანი ჯიუტად მიდის თავის დასახული მიზნისაკენ. და თუ ეს მიზანი არ აქვს, ადამიანს არ ამოძრაებს, ძალიან ადვილად ამოაგდებ იმას თავისი კალაპოტიდან და შენ ჭკუაზე გადაიყო. ამიტომ ის უნდა გახსოვდეს, რომ შენ შეიარაღებული ხარ, შენი ეთნოგენეტიკური მემკვიდრეობითობის კოდის გასაღები შენ აქვს, შენი სარწმუნოებით შეიარაღებული ხარ, შენი სასწაული წინაპირობად ქცეული ადამიანების მიერ ისტორიით შეიარაღებული ხარ და არა მარტო, აქედან დაწყებული მთელი მსოფლიო წიგნათაგან გადაშლილი და თუ ვინმე სადმე წარმოჩინებულ ადამიანს რამე შეუქმნია, თვალი გაქვს, ტვინი გაქვს, ყური გაქვს, ხელი გაქვს, უნდა აიღო, წაიკითხო, შეირგო, შენზე მოირგო და ამის შეერაღებულობა შენი საქმე გააკეთო. ეს არის მთავარი მისია ადამიანის. თორე ყოველთვის სხვის დუდუგზე მოგვიწევს მაშინ ცეკვა, ზედაპირზე თუ ბატონო ძალიან ცოტა დრო კი არა პრაქტიკულად ამოვიწევ ჩვენი და მინდა რომ თუ არის საშუალება თუ შეგიძლიათ რომ თქვენი ერთ-ერთი ლექსი დავამთავროთ ასე ვთქვათ. სიამოვნებით, მაშინ პატარა მოკლე ლექსი ვთქვი. აი რახან ასე გლობალიზაციის საგის შეეხო ასეთი რამე გამომივა. ჩინეთში ლაოძი, რომში კი სენეკა, ინდოეთს მაჰათმა განდი. შენ დედამიწა მრავალჯერ გენება, ჯერარო კიდევ გაზრდი. ჯერ შოთა რადღირს და მერე ილია, ვაჟა ხომ სიბრძნეს ბარდნის, სამყაროს სადილში ქართველთაც წილი აქვთ, ღმერთი მათ თვის თავს ადრის. საქართველოს ბინადარს ჩვენ ეთნოკულტურაში მყოფს, ჩვენ სარწმუნოებაში და მის გარეთაც მყოფს, არა ჩვენ სარწმუნოებაში და არა ჩვენ ეთნოკულტურულ ნაწილში, მაგრამ ჩვენ თანამეინახეებს, ჩვენს თანაქალაქელებს, ჩვენ სახელმწიფოებრივი მოაზროვნე ყველა ადამიანს ერთად ცხოვრით, ერთიანი ხვალინდელი კეთილი იმედებით და წარმატებული საქმიანობით მიულოცავ კიდევ ერთხელ ახალ წელიწადს. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. ბატონო ლადო კახაძე გახდათ ჩვენი სტუმარი ამ ნაწილში გადაცემის. სარეკლამო ჭრა გველოდება ჩვენ წინ ის შემდეგაც უკვე თეატრის და კინოს სიახლეებით ჩემს კოლეგამ მაია უგუნიშვილთან ერთად დაუბრუნდებით და მის სტუმრებთან ერთად რა თქმა უნდა.